ალპაჩინოს გმირება მე მგონი დაღუპეს ეს ქვეყანა და მახსოვს ეს არიელია ხო და გენიოსი მე რო ვიყო რეჟისორი სიტყვაზე ხო რა ვიცი ყველა თეატრში მივიდოდი და დაენძრეოდა ცუდი კინო დავიწყოთ და აი ეს გამიბია გამახსენა ძველი დრო თბილ დროს აქ გახსენებს ხო უბრალოდ ეს გუნდოვნად მახსოვს ეს არიელია ხო და ამას რაღაცა ამას უხდება შეიძლება ხდება კი წითელი რავი მოკლედ კინოზე უნდა ვილაპარაკოთ მოდი ვილაპარაკოთ კინოზე ხო და რავი ოდეს აქ მომზადებული რაღაც არ მომზადებული რა უბრალოდ სანამ შემოვიდოდი მომიხდა იონჯიზე არის ხომე რაღაცა სიახლეები სხვადასხვა და მათ შორის კინოზეა და 10 საუკეთესო სერიალი წელსო და უბრალოდ რა ვიცი მაინტერესებს რომელიმე გაქვს თუ არა ნანახი ხო და ვის გვაქვს შენც თუ გაქვს არ ვიცი რაღაცა ადოლესცენს ნახავდი თუ არ ესე არაფერი არ მოქვს ნახე წელს ხო აი ნახე მოდი აღარ ამიტომ არ ავსკროლავ იმიტომ რომ მაგას ვფიქრობდით ჩვენც რომ ეს სერიალები რომ ნახეთ გავარკვიეთ რომ ფაქტიურად ძალიან ცოტა გვაქვს ჩვენს რა ნახე იმიტომ რომ ისე რა ძალიან ისეთ რეალობაში ვცხოვრობთ ახლა განსაკუთრებით სადაც თითქოს რაღაცნაირად ეს დრო რომელიც არსებობდა რაღაცა განვითარებისთვის შემეცნებისთვის ეს ყველაფერი რაღაცნაირად გაქრა რა და ახლა მხოლოდ რჩება გადარჩენისთვის ბრძოლა რა რომ გადარჩე როგორც ადამიანი მოქალაქე პროფესიონალი და ასე შემდეგ ხა არ არსებობს დღეს დავიწყოთ რამეზე ლაპარაკი და არ ვახსენო ანდრო რომლის სასამართლოდან დღეს მოვდივარ რა და ის გაუგებრობა და ის აბსურდი რომელიც მის წინააღმდეგ არის და თვითონაც თქვა დღეს რომ არ არსებობს მისგან არც ერთი დაზარალებული ადამიანი არ არსებობს მისგან არც ერთი დაზარალებული შენობა და მას მაინც 4-დან 6 წლამდე ხო ედავებიან ასე რომ ალბათ ის ფაქტი რომ მე არ მინახავს ამ წელს სერიალები დიდწილად განაპირობებს ესეთი მაგალითები ჩემს ცხოვრებაში არ მოვიყვები და მეც ხო დავიწყოთ დაწყებული მეტი როგორ უნდა დავიწყოთ ხო რადგან სერიალებზე ვარ ბარემ სერიალზე დავიწყოთ ლაპარაკი რომელიც აუცილებლად გექნება ნანახი სავარაუდოდ ხო არ როგორ არის ხო შენი რაღაცა პოპულარობა წამოვიდა ტიფლისიდან ხო და რაღაცა რომ საუბრობდით GDS-ის პერიოდში შევეხოთ ზოგადად რა მოვლენა იყო იმიტომ რომ მეც რაღაცა პროექტზე მუშაობდი თითქოს აი ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცა ისეთი მომენტი იყო რომ ჩაება ამ იმიტომ რომ ლევან დაბრუნდაშვილმა თავის თავზე აიღო რაღაც კუთხით ის რომ კინოსთვის კინოგანვითარებისთვის ტექნიკურად ესე ვთქვათ მიეხედა რა და ის შესაძლებლობები, რასაც იძლეოდა მაგ შემთხვევაში GDS-ი, ეს რეალურად მოხმარებოდა ახალგაზრდებს და არა მარტო მათ განვითარებას კინოში, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ხოლმე თუნდაც თეატრალურში მაგ პერიოდში და მე მგონი ახლაც ტექნიკურ საკითხებს ოდესაც გადიოდნენ ლამის დაფაზე უხატავდნენ, ხო? რომ აი ეს არის რეკი და ამას უნდა დააჭირო და ასე შემდეგ. პრაქტიკა ფაქტობრივად არ არსებობს. პრაქტიკა არ არსებობდა და თუნდაც ჩვენი თაობა რაღაც კუთხით შეიძლება ითქვას რომ YouTube-ის თაობაა, ხო? იმიტომ რომ რაღაც ტუტორიალები და ასე შემდეგ გაიღრმავეს ცოდნა, იმიტომ რომ ტექნიკური საშუალებები არ იყო. ჩემთვისაც მანდყოფნა მნიშვნელოვანი იყო ამიტომ ლევანის გვერდით და ლევანის ჰქონდა დიდი მიზნები, რაც საბოლოო ჯამში რაღაც კუთხით განახორციელა, ბევრი ადამიანი დააფრთიანა
მიცა რაღაც ცოდნა ტექნიკური, რომლითაც დღეს ისინი არიან პროფესიონალები რა თავის საქმეში და შესაბამისად ეს იყო ჩემთვისაც რაღაცნაირი GDS-ის ეს იყო რაღაცნაირად ახალი სიტყვა, ხო რაღაც ახალი შესაძლებლობები გაიხსნა, ხო რაღაც თითქოს ეს ეპოქაც იცვლებოდა და რაღაც ახალი რეალობის წინაშე დავდექით და ეს GDS-ის ამბებზე მე ცოტა მერე მინდა უფრო კითხვა როგორ დამთავრდა ესე მალე და ამბები. ხო უშუალოდ სერიალზე მიდეკით, ხო შენ გმირზე, ლუკა მაისურაძე, ხო, რომელიც წელს არის გადაღებული, ეს არის 10 წლის წინ, ხო დაახლოებით. 10 წლის წინ მეტი, ხო, მე მგონი ზუსტად არ მახსოვს სიმართლე გითხრა, მაგრამ 2014 ალბათ, ხო, 14. გავიდა 10 წელი, 11 წელი. აი ამ პერიოდში, ხო, აი ამ ძალიან რეზონანსული იყო, ძალიან ბევრმა ადამიანმა უყურა რაღაც მართლა ახალი იყო ქართულ ბაზარზე ეს სერიალი და ეს შენი პერსონაჟი ლუკა მაისურაძე, აი მაინტერესებს იმდროინდელი კახა კინწურაშვილის გადმოსახედიდან, ანუ შენთვის რა რით გავდა ეს პერსონაჟი იმდროინდელი კახა კინწურაშვილს თქვა აი თავისი აი ცოტა ჰეროიკული გმირი ხო რომელიც იბრძვის რა ვიცი რა გითხრა ხა ამ შემთხვევაში თუ გახსოვს ის ემოციები იმდროინდელი როცა ხო აი ეგრე არ უყურებდი რომ რაღაცა კონკრეტულად ჩემ ბრძოლის უნარიანობასთან შემედარებინა სიტყვაზე და რაღაც საომავლოდ ეს როგორი მოქმედებდა და ასე შემდეგ რაღაც მოცემულობა იყო ლევანს ჰქონდა იდეა და ეს იდეა ფაქტიურად თვითონ ისეთი მონდომებული იყო რომ აი პროცესშივე დაიწყო ამის შექმნა და შესაბამისად რაღაცა ბევრი მოგარგო ეს პერსონაჟი პატარ-პატარა შეცდომებიც იქნა დაშვებული, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ იქნებოდა. თან ეს იყო დიდი პროექტი, რომელსაც ნუ დღემდე რაღაცნაირად ისე აყვედრიან, მაგრამ ეხლა რომ შევადაროთ როგორ დაჯდა და რა პროდუქტი მიიღეს, ნუ შეუძლებელი გააკეთა რაღაც კუთხით ლევანმა რა. მაგრამ როგორც მსახიობისთვის პრობლემა იყო რა, სერიალი ამ შემთხვევაში და საქართველოს პირობებში და რაც შეეხება თუნდაც ტიფლისაც ეგ იყო რომ აი პროცესში როდესაც ხდება ტექსტის დაწერა და შენ საკმარისი დრო არ გაქვს თუნდაც რეპეტიციისთვის და გააზრებისთვის ძალიან რთულია რა და აქ რაღაცნაირად 100-ჯერ მეტი კონცენტრირება გიწევს რა და ეგ პერიოდი ჩემთვის სანამ აი შედეგი დაიდებოდა ძალიან რთული პერიოდი იყო რა და ბევრჯერ რაღაცა გვიგამათია და რაღაცები ნუ ესე არ მომწონდა, მაგრამ ხვდებოდი რომ ეს იყო პირველი მცდელობა, იმიტომ რომ ესეთი რაღაცნაირი ისტორიული კოსტიუმირებული ფილმი, ესე ვთქვათ, ხო, დიდი ხნის წვეტა ქონდა, ხო, ქართულ კინოს მაგ კუთხით და შესაბამისად შეცდომებიც იქნებოდა და ამას ვერ გაიქცეოდი, მაგრამ ეს თვითონ ჩანასახშივე იყო ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანია რომ არსებობს დღესაც. იმიტომ რომ ეგ კიდე სხვა რამეს დაბადებს და უფრო დიდი შანსი ქონდა რომ სხვანაირად განვითარებულიყო ზოგადად ამ ტიპის სერიალების თუ ფილმების ბედი ჩვენს ქვეყანაში და ბევრი რაღაც შეიძლებოდა რომ სხვანაირად განვითარებულიყო მაგრამ აი რა გზასაც შენი პერსონაჟი გადის ფიქრობ რომ აი დღეს რაღაც ხრივ შეიძლება კახა კინწურაშვილი უფრო მეტად დაემსგავსა ლუკა მაისურაძეს ამას იმიტომ გეკითხები პირველ რიგში რომ მე მახსოვს სასამართლო პროცესზე მაგალითად რომ ავით ონისე ცხადაძის სიტყვა რომ სახსნა კახა კინწურაშვილის პერსონაჟი ტიფლის მოიხსენია და კახა კინწურაშვილი დღეს იმ გზაზე დგას რა გზასაც გადიოდა მისი პერსონაჟი და იბრძოდა თავის არ ვიცი ონისეს მადლობა ამ შეფასებისთვის მაგრამ ეს მისი რაღაცნაირი სუბიექტური შეფასებაა და არ ვიცი მე ხა ამ კუთხით არ მიფიქრია სიმართლე გითხრათ დღეს ისეთი მოცემულობაა რომ სულ ფიქრობ რა შეიძლება ადამიანმა გააკეთოს და ძალიან ბევრი რაღაც ზედაპირზე ამოვიდა რა მეც ვაცნობიერებ ჩემს განვილ გზას და თუნდაც შეიძლება ითქვას რა თქმა უნდა შეცდომებსაც რა მაგრამ როდესაც რაღაცა გამოცდილება ცოდნა არსებობს აი მაკედან გადახვევა უკვე ადამიანს ალპობს და შესაბამისად მეც ვფიქრობ რომ ეს ბრძოლაცა ძალიან ინდივიდუალური ბრძოლაა რა აი არასდროს არავის არ მოუწოდებ ხვდები იმიტომ რომ ყველას თავისი საზომი აქვს სიმართლის და ყველას თავისი სატარებელი სიმძიმე აქვს რომელსაც როდის რა რეაქცია იქნება ამას ჩვენ ვერ გავთვლით ერთადერთი თუ თანაგზნობაზე ალაპარაკი და თანმიმდევრულობაზე ეს ყველაფერი ჩვენ შეიძლება ადამიანებმა მოქალაქეებმა ესე ერთმანეთს ვანახოთ ჩვენი მაგალითებით რა
შესაბამისად, ხო, შენს კითხვაზე პასუხი არ ვიცი, შეიძლება რაღაცა პარალელები იყოს, მაგრამ მე დიდად არ ვფიქრობ მაგას. გასაგებია, ეს GDS-ის ამბავი მოვწუროთ და მე სხვა ბევრ თემაზე გვინდა გადავიდეთ. აი ეს შესაძლებლობა, რომელიც გაჩნდა ძალიან ბევრი ადამიანი, აი ტექნიკურ ჯგუფზე საუბრობდი, რომელსაც პრაქტიკა არ ქონდა და რაც თეორიულად იცოდა დასაქმდა ამდენი მსახიობი, მე ვიცი ბევრი დროინდელი მსახიობისგან, რომ აი რაღაცნაირად ეს ამოსუნთქვის საშუალება იყოს, შესაძლებლობები გაჩნდა. აი რა მოხდა, რომ აი ეს უცებ ყველაფერი გაქრა თითქოს დაქოქილი რაღაც ახალი ხარისხიანი პროდუქტი, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და უცებ თვალსა და ხელშუა ქრება. მარტივად გავცემ მაგას პასუხს, მაგაზე მოვა ალბათ დრო და ლევანი უკეთ ილაპარაკებს, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი და მქონდა ესე შეხება და მომსწრე ვიყავი რაღაც ფაქტების, ლევანიდან გამომდინარე იყო ერთი ესეთი მოთხოვნა და პირობა, რომ ეს ტელევიზია უნდა ყოფილიყო სამსახურში კინოსი და შემეცნებით გასართობი გადაცემების და აქ არანაირად არ უნდა ყოფილიყო რაღაც პოლიტიკური გადაცემები. და შესაბამისად შემდეგ უკვე რაღაც დროს ეს პოლიტიკური გადაცემები ნელ-ნელა შემოვიდა და ყველაფერი დასრულდა იმით, როგორც დასრულდა. კიდე ბარემ მაინც ტიფლის რაღაც პონჩი დაუბრუნდები კი გვინდა რომ ამოწუროთ GDS-ის თემა, მაგრამ ზოგადად შენ ანუ კასტინგი გაიარე და ისე მოხდი თუ შენზე იყო უკვე რაღაცნაირად მეგობრულ ამბავში მორგებული. ვიცი რა, კი, ხო, ეგრე იყო რა, ლევანმა ადრე სანამ ეგ ზოგადად არ ვიცი GDS-ის იდეაც გაჩნდებოდა, მანამდე რამდენჯერმე ესე გამანდო რაღაც სინოფსისივით რა, რაც უნდოდა რომ გაიგეთებინა და ამაზე ფიქრობდა და რამდენჯერმე შესაძლებლობა ეძლეოდა და გვეძლეოდა რომ რაღაცაზე გველაპარაკა, ამისთვის დრო ყოველთვის ესე ვთქვათ გქონდა რა. და თავიდანვე აი ნათქვამი მქონდა რომ რაღაცა ესე ვაპირებ და ერთ-ერთი ესეთი მთავარი გმირი მინდა რომ იყო შენ და ნუ ამაზე ესე ვფიქრობდი, მაგრამ ეს არ იყო გაწერილი რა, თუნდაც არ იყო გმირის ისტორია დაწერილი, აი ადამ ბემდე სად მიდის რა და ეს იყო რაღაცნაირი ისა რა სურვილი და შესაბამისად აი პროცესიც რო დაიწყო, რა თქმა უნდა რაღაც მონახაზი იყო, ბევრი სცენარისტი მუშაობდა მაგრამ ნუ მე როგორც დასაწყისში ვთქვი რა, რაღაცა პატარა შეცდომები, ჩემთვის პირადად როგორც მსახიობისთვის იყო და დღემდე მე პირადად სიმართლე გითხრა, ნანობ იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მეგონა რომ აბსოლუტური კონცენტრაცია მქონდა და რაღაც ყველაფერს ვაკეთებდი, დღევანდელი გადმოსახედით მიუხედავად იმ გარემოებებისა, რაც იყო მაშინ, რომელიც შეიძლება მსახიობისთვის არ იყო საუკეთესო გარემო, მაინც ვფიქრობ, რომ თუ რამით ვარ უკმაყოფილო, პირველ რიგში საკუთარ თავთან მაქვს პრეტენზიები და არავისთან სხვასთან. თავარია რომ და არა მარტო ტელესივრცეში, კინოსივრცეშიც და ზოგადად რაღაცა ისტორიულ კონტექსტშიც ქართული კინოსი ძალიან კარგია რომ დაიშვა ეგეთი პრეცედენტი რომ შეიქმნა ტიფლისის მსგავსი სერიალი რა, რომელსაც თავის დატვირთვა აქვს და ძალიან კარგია. მეც ბევრი სიკეთე მომიტანა თავიდან, აი თუნდაც ჩემ გმირთან რაც ჰქონდა პრობლემა და რაც არ მომწონდა, ადამიანები რომ მეუბნებოდნენ როგორ მომწონს და რა კარგია და რაღაცა, სოვეუბნებოდი, კაი, დიდი მადლობა და რაღაცა ჩემ თავთან მქონდა პრობლემები, ესე ვთქვათ რა და მე მივხვდი რომ თუ შენ შეიძლება არ მოგწონდეს რაღაცა თუ ლიდერო ბოლომდე ვერ გააკეთე შენი საქმე და კიდე შეგეძლო უფრო მეტი და ასე შემდეგ, მაგრამ ადამიანს თუ მოწონს შენი გაკეთებული საქმე, უბრალოდ მადლობაზე მეგონი ძალიან მაგარია. მოთხოვნილება სულ რო გაქვს, რომ კმაყოფილი რო ახარ არასდროს და ეგ არის განვითარების მთავარი საწინდარი ალბათ. კი ბატონო. თუ გაქვს კიდე ტიფლისზე თუ არა და გადავიდე სხვა. ეცი რა მაინტერესებს, მიკროფონი შორს ხო არა? მეც მაგას განიშნები. ო, რაღაცა ნერვიულობს. მიხდი შენ ის ვერ მიხვდა. მოვიცი. ხო ისმის კარგად თქმა თქმა, მე მგონი ისმის მაინც, იმიტომ რომ ეს ისეთია. რაღაცა ხო. აი აქ ტიხარი იქნება ყველაფერი. კაი, ეხლა მე მინდა გადავიდე, თუ დავიწყეთ ისეთიც, რომელსაც ყველაზე რეზონანსულად, რომელსაც გაგიცნო ფართო აუდიტორიამ, მე მინდა გადავიდე ისეთ ფილმზე, რომელიც შესახებას მგონია რომ ბევრმა არ იცის განსაკუთრებით ახალგაზრდაობა, ეს არის შენი დებიუტი მხატვრულ კინოში, თბილისი, ლევან ზაქარიაშვილის, ხო? ოფიციალურად ეს ფილმი გამოსულია 2005 წელს, მაგრამ ვიცი რომ გადაღებები ძალიან დიდხანს მიდიოდა, მე ვაკვირდებოდი შენ ხარ, ну აი რამდენი წლის შეიძლება იყოს კახაკინ წურაშვილი, ну ძალიან პატარა პირველ კურსზე ვარ. 16-17 წლის ასე. 17-ის. აი
პირველ რიგში მაინტერესებს იმ დროინდელი თბილისი, შენი კახა კინწურაშვილის თვალით დანახული იმ დროინდელი თბილისი როგორ იყო, იმ დროს აი იმ რაღაცა საშინელ ჩემი გადაღების პერიპეტიები მაინტერესებს. ხო, აი ფილმი ძალიან ზუსტად გამოხატავს რაღაცნაირი ისტორიული ნოველასავითაა ფაქტიურად რა, ძალიან ზუსტად გამოხატავს ზუსტად მაგას, აი თბილისის იმ დროინდელ მდგომარეობას რა ხდებოდა, როგორ გრძნობდნენ ადამიანები თავს, რა როლი ქონდა ხელოვნებას, რამდენად დაჩაგრული მარგარინს ყიდის და ეს პარალელები როა პირდაპირ. კი და არ ვიცი ლევანთან ურთიერთობა რაღაცა ძალიან კარგად ეს ზღაპრულად მახსოვს რა. კარგი ადამიანი იყო, ნამდვილად რაღაც რო გავიცანით ერთმანეთი, ძალიან მალევე დავმეგობრდით მიუხედავად რაღაცა როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება? ასაკობრივი განსხვავებისა. იცი რა კასტინგზე მივედი რა, კასტინგი იყო და კასტინგზე მივედი და თან ხო რაღაცნაირი იყო რა. მე არ მოსწრები, ძალიან საყვარელი, ძალიან კაი. იცი რა მაინტერესებს, ეგ ფილმი ხო ძალიან დიდხანს გაიწელა, მაგრამ ეთყობა შენ რომ მიხვედი მე ბევრი გადაღე, იმიტომ რომ მაინდა-მაინც ახლა ასაკობრივის არ გეტყობა. მე როგორც მახსოვს, ეგ იყო, არ ვიცი, სამჯერ გადაიღო ფილმი. ფაქტიურად. ხო, ჯერ გადაიღო თავიდან მე რაღაცა გაუფუჭდა, მე კიდე დაიწყო გადაღება და შენ გაგეწელა პროცესი მაგას თუ ეშენი სცენები ერთ არა, აი ჩვენი გადაღება, ჩემი გადაღება იყო ზუსტად ეგ პერიოდი, როდესაც აი მე-13 თუ რაღაც დაიწყო და დაამთავრა რა. და ნუ შეიძლება ხა პატარა გადაცემები ქონდა სიტყვაზე რაღაცა სცენა პირობითად 2 თვის მერე და ასრულა ან რაღაცა ჩვენთან რო ამბობენ დასიომკას რო ეძახიან ეგრეთ წოდებულს. შეიძლება ეგრე, მაგრამ რეალურად ხო, ასე თუ ისე იმ ვადებში ჩაეტია და მე უბრალოდ ეს დამუშავება ფილმის და ასე შემდეგ ეგენი გაიწელა რა ძალიან რა, იმიტომ რომ თანხის პრობლემა იყო ალბათ და ასე შემდეგ, იმიტომ რომ 2001-ში დაიწყო გადაღება მე როგორც მახსოვს და ხო, ფილმი გამოვიდა ან 4-ში ან 5-ში. 5-ში ხო? მეც მაშინ რა. დიდი ხნის მერე. ეგეთი ამბავია ხა. ეს ფილმი სხვა შორის YouTube სივრცეში დევს მთლიანი ფილმი და ჩვენ მაყურებთ. მაგ ფილმმა თან ეგეც მინდა ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია, თბილისი საეტაპო ფილმია. ტიფლისი და თბილისი. ხო, მე თბილისთან გექსერი. ძალიან ისევა ახლოს. ეგ ფილმი მაგ ფილმით რაღაცნაირად ანუ ძალიან დიდი წვეთა. თბილისური love story-ა კიდე იქაც ვარ. კი, მაგაზე ზუსტად. მე იმასაც ვიძახდით, იქაც ხო არ არის რა ქვია იმ ფილმს, რაც ვიძახდი? თბილისი I love you. თო, თბილისი I love you-ში არა ხარ. თბილისი I love you რა ვიცი? მე ისენი იყო. რამდენიმე მოიცა იმ თორნიკე ბზიაოს ფილმი არის მანდ? არის ხო. ხო და ვარ. თუ ეგ არის. ბევრი არ მახსოვს. თბილისები ბევრი. ხო, არ თბილისზე უბრალოდ დაამთავრებ, იმიტომ რომ მართლა ისეთი საეტაპო ფილმი იყო რა. იცი რატო იყო საეტაპო? იმის გარდა რომ თვითონაც ხო საინტერესო ფილმია ხა 2000-ზე არსებობს. ძალიან ბევრი წელი საერთოდ კინო არ არსებობდა, აი ზუსტად ყველაზე მაგარი ჩავარდნა იყო 2000-იანი წლების დასაწყისში. თითქმის კინო არის. მცირე ფილმია. ამან უცებ ხო აი მცირე ფილმიანობა, რასაც ქვია. 2004-ში საერთოდ ნახე, არც ერთი ფილმი არაა გამოსული, არც ერთი სრულმეტრაჟიან სკულის ხო. 2005-ში მე თბილისი და ყარაბაღი გაიჩიტენ. ერთად ხო. ერთი ლევანათან იმაში მოხდა ეს თბილისის კანში მოხდა რა. Directors First Night-ში იყო იმ კენზენში და რა მაგიტომაც დამთავრდა, იმიტომ რომ შეიძლება არ დამთავრებულიყო. ხო, და რაღაც ძალიან ბევრ ფესტივალზე იყო, აი სანამ გარდაიცვლებოდა და ახალი ფილმის დაწყება უნდა და მელაპარაკა კიდეც. მალევე გარდაიცვალა. რაღაცნაირად ველოდებოდი. აი მაგ ამბების მერე რო გამოვიდა ფილმი, ხო, დაახლოებით ალბათ 1 წელი იყო გასული, აი ამდენიმე ფესტივალზე წასვლა მოასწრო რა. პრაკშიც ხო. პრაკი და ეგეთი ამ. ძალიან მნიშვნელოვანი ფილმია და მართლა გამოხატავს აი იმ დროინდელ. მეც მიყვარს ეგ ფილმი, რაღაცა შეიძლება სუბიექტური ვარ ამ შემთხვევაში. მაგრამ თან პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია ჩემთვისაც და სხვადასხვა 1 წლის წინ თუ რაღაც ცოტა მეტი ვნახე, შეიძლება მე-13. ხო და აღმოვაჩინე რომ მიუხედავად იმისა რომ პირველი ფილმია დამწყები მსახიობი ასე შემდეგ. ხო რა, აი ხელს ვაწერ.
შორის აქვე აუცილებლად უნდა კითხვა ის სერიალზეც ვილაპარაკე, ხა კინოში შენთვის როგორც პროფესიონალი მსახიობის. ან ზოგადად როგორ ვფიქრობ, რა განსხვავება ამ ხატრულ კინოში თამაშსა და სერიალში თამაშს. აი თუ გაქვს რაიმე მეთოდი, ვთქვათ, ამ დროს რო იცი რა ის სერიალზე თამაშმა, ან აი სეტზე როგორ ხდება, აი შენ როლისთვის მომზადება როგორ ხდება ხატრული კინოსი და სერიალისთვის. მიცი რა ჩვენთან ზოგადად პრობლემა რაც არის რეპეტიციების დროები. მაგის პრობლემაა სამწუხაროდ და ეს ჩემთვის პირადად ძალიან ისეთია რა ცუდი ამბავია ასე ვთქვათ რა იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს რეპეტიციები რა რაც შეეხება სერიალს აი როგორც წეგავ თქვი თავარი გამოცდილება ტიფლისის დროს მოხს მიღებული რაღაცა ერთ სერიალშიც ვიყავი ნუ შუა ქალაქშიც ხო რაღაცა 2-3 ეპიზოდში და განსხვავება ამ კუთხით არის ის რომ აი ხო რა დრო ტექსტები რო იქვე იწერება მოგდის წინაღამეს უნდა წინაღამეს ან 2 დღით ადრე და მე მიყვარს ოდესაც ყველაფერი ასე ვთქვათ გააზრებულია და რეპეტიცია გავლილია და შესაბამისად შეიძლება ეს განსხვავება იყოს რა აი არაპროფესიონალ მსახიობებთან როგორ აში აი მათი მომზადება აი გიმუშავია ფილმში ალბათ ხო არაპროფესიონალ მსახიობებთან ერთად აი როგორ გრძნობენ ამას როლს აი თქვათ აი გჭირდებათ რეპეტიცია თუ რაღაცა ორგანულად მოდის მათთვის რაღაცა პროფესიული სკილები არა აქვს და რაღაცა კინო კიდე იტანს იმას რომ ფაქტურულად მიიღოს შეიძლება რაღაცა არა მარტო ფაქტურულად მე მგონი როდესაც მით უმეტეს ლაპარაკია რაღაც ავტორო კინოზე მაგ შემთხვევაში ძალიან დიდი წილი შერჩევის მოდის რეჟისორზე ხო და მას თუ ზუსტად აქვს გაცნობიერებული რა ჭირდება და რა ენერგიის ადამიანი ჭირდება მან და მთავარი გათვლა რა და მან თუ არ ტყავს მე უკვე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალიან კარგი შედეგს იღებს რა ამ შემთხვევაში ბოლოს მე პირადად შემიძლია გავიხსენო დეას ფილმი, სადაც ერთი არაპროფესიონალი გოგო იყო. აპრილზე ასაუბრა. ხო, აპრილზე. მოსაც აი გადაღების დროს რო უყურებდი, არ ვიცი რა, ანუ ვინ უსხებოდი რა, იმ კუთხით რომ ისეთი ზუსტი იყო თავისი მდგომარეობით. იმიტომ რომ ჩემი პროფესიაც ხო ეგ არის რა, მდგომარეობის პოვნა ხო, მსახიობობაც ეგ არის. და ამ შემთხვევაში შეიძლება მას შემდეგ ფილმში რაღაცა სხვა რაღაც ვერ გააკეთოს, იმიტომ რომ პროფესიონალი მსახიობი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში ზუსტია რა და შესაბამისად მე პირადად არანაირი პრობლემა არ მაქვს არაპროფესიონალი მსახიობების ყოფნის. ეხა რა კინოში პირიქით. ეგ თემა მეც მაინდა ანუ ხო რაღაცა იჭვიანობა ზოგჯერ არის ხოლმე და აფეზე არ ვეჭვიანო. არა ხო იმიტომ რომ ბევრი თანამედროვე ქართულ კინოში ბევრი ცოტა ზედმეტ ცუდი სიტყვა, მაგრამ ბევრი არიან ხო ეს არაპროფესიონალი მსახიობები და აი მაგის მიზეზი მაგას მეორე ცუდი მხარე აქვს. ხო. რადგან უნდა ვილაპარაკოთ რა, რაც შეეხება რეჟისორებს და პროდიუსერებს და ასე შემდეგ, განსაკუთრებით რეჟისორებს. რა რეჟისორები რომლებიც პირობითად არ დადიან სპექტაკლებზე, მე არ მესმის. რატო აკეთებენ ამას, რატო არ აკეთებენ ამას, იმიტომ რომ ხო, შეიძლება არ მოგწონდეს რაღაცა დღევანდელი თეატრალური სამყარო, ხო, თეატრს ნუ მიკეთებ ამას რომ რეჟისორი გეუბნება, მე ვფიქრობ რომ მე უკვე ძალიან რთულია კომუნიკაცია რა. ხო, ანუ ესე იგი გააზრებული არა აქვს ზოგადად რას იღებს და გააზრებული არა აქვს როგორ უნდა იურთიერთოს მსახიობთან და რა ჭირდება მსახიობისგან რა. იმიტომ რომ ჩვენთან ის ესე ვთქვათ გამოცდილება გვაქვს ხო? არა მარტო მსახიობებს რა, რეჟისორებსაც და იციან კარგად მსახიობების შესახებ, რომ აი თუნდაც მე რა, იმ წლებში როდესაც ვსწავლობდი, რომ დავამთავრე, მომწეს დიპლომი, სადაც წერია თეატრისა და კინოს მსახიობ. მაგრამ მე არ ვიცი, იმასთან, კამერასთან არ გამივლია არაფერი. ეს ხო აუცილებლობაა რა, ტექნიკურად შენ იცოდე განათება რო დგება, ხო, რას ნიშნავს მსხვილი ხედი, რაღაცა ახლო ხედი, ასე შემდეგ, ხო? ანუ როცა ეს გამოცდილება არ გაქვს და შენ უცებ რაღაცა სეტზე გეუბნებიან რომ რაღაცა თეატრს ნუ მიკეთებ, ცოტა ეს არის რა, უსამართლოა რა. და ამ შემთხვევაში ეგ ზოგადად რეჟისორების პრობლემა მგონია, ხა როცა არის რა გინდა. მეც ეგრე ვფიქრობ და აი წეგანაც ვახსენე ხო, მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია. შეიძლება აი მე რო ვიყო რეჟისორი სიტყვაზე ხო, რა ვიცი, ყველა თეატრში მივიდოდი, ყველა სპექტაკლს დავესწრებოდი და ვნახავდი მსახიობს. შეიძლება ანუ რეჟისორის თვალიდან ისეთია, რომ შეიძლება იმ შემთხვევაში მსახიობი ვერ ავლენ საკუთარ თავს. ან ცუდი სპექტაკლია, ან ცუდად აქვს თვითონაც გააზრებული, მაგრამ ის რომ
იმას რა პერსპექტივა აქვს, ან არა აქვს ბოლო-ბოლო პერსპექტივა, ამას დაინახავ რა. აუცილებლად უნდა შემოვიდე აქ ერთი კითხვით უნდა ჩაგეჭრა მან. მე მახსოვს სტუდენტობისასაც, ანუ კინომცოდნე მაგ დამთავრებულდა და სხვათა შორის დიპლომში მწერია ხელოვნებათმცოდნე, მაგრამ ხელოვნებაზე ზოგადად თუ იცი, ზოგადად ვიცი, მაგრამ ნუ კინომცოდნე ვარ. მახსოვს ჩემ სწავლის პერიოდში სტუდენტობისას აქტიურად შემოვიდა ეს ახალი slow cinema ერთგვარი, რომელიც აი მანდ მაგ ძალიან ბევრი ახალგაზრდა მიმდევარი წავს ქართველის რეჟისორები და აი აქედან წამოვიდა ეს პირველ რიგში რომ აი ფაქტურა და კინოს თეატრის ნუ მიკეთე და თეატრის მსახიობი არ გვინდა და რაღაც აი კლიშე რომელიც დაბუდებული და აი ამის იქით რომ ვერ იხედებიან და შენი ბოლო ორი ფილმი მხატვრული და აი დეა კულუმბეგაშვილი რა აი დეასთან მუშაობის სპეციფიკა როგორი იმიტომ რომ ფაქტიურად ეხა დეა არ არის იმ სკოლის წარმომადგენელი მაგრამ აი slow cinema-ს პოსტულაც ასე თქვა მიყვება რა აი მაგ იმაში სკოლის წარმომადგენელია დეა თავის სკოლის წარმომადგენელი ჭერი ადამიანია უდაოდ დეა აი თუ კონდა აი სახიობთან ის რომ აი თეატრი არ მინდა და რაღაც აი ეს დეა არის ძალიან უკომპრომისო ადამიანი ჩემი აზრით უდიდესი რეჟისორი, ძალიან დიდი რეჟისორია. მე მისი ფილმები ყველა მომწონს, რომელშიც ვარ ეგენიც და რომელშიც არ ვარ. განსაკუთრებით აპრილზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი ფილმი და ამაში არ ვარ სუბიექტური. ფილმი არის ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებული. ხო, და არა მარტო იმიტომ, რომ რაღაცა ბევრი ტიტულები აქვს და არა მარტო იმიტომ, რომ არ ვიცი, თუ ვინმეს რამე კინო გაეგება მსოფლიოში, ყველამ საუკეთესო რეცენზიები დაწერა დეაზე და ჩვენს ქვეყანაში ეგეც არის, რომ ცოტა ვერ ვაფასებთ ხოლმე ესეთ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან ბევრი იშრომეს და რაღაც შეიძლება პირად წყენებამდე დაიყვანონ რაღაცები, ასე რომ მე ამას არ ვამართლებ და ეხა პატივისცემის კუთხით მინდა დეას მიმართ გამოვხატო ძალიან დიდი პატივისცემა როგორც რეჟისორის მიმართ და არა როგორც რაღაცა ჩემი მეგობრის ან ნაცნობის და ასე შემდეგ რა. რაც შეეხება დეას თვითონ მუშაობის სტილს, ძალიან კაფეო, უკომპრომისო, ტკივნეული მუშაობის სტილი აქვს. ვიცი რა, ყოველთვის ცდილობს საკუთარი თავიც, მათ შორის და მსახიობიც გამოიყვანოს კომფორტის ზონიდან. ესე მარტივად რო ვთქვათ, მიამწყდიოს. აი უნდა მეთქვა ფილმს რა თქმა უნდა ეთყობა ის, აი იმპროვიზაციის ის რამდენად ქონდა ხოლმე შესაძლებლობა, გონია რაღაცა ჭედებული. ის რა იმპროვიზაცია მოდის ყოველთვის მე ეგრე ვფიქრობ, იმპროვიზაცია მოდის დიდი შრომის და დიდი წვალების და რეპეტიციების შემდეგ. არ არსებობს რომ რაღაცა ეს გამსახიობია და ეხა იზავს თუ რაღაცა წარმოუდგენელია რა. იმას შეიძლება რაღაც ქნას ისეთი, რაც აქამდე უქნია და რაღაც თავის კომფორტის ზონაშია და თუ ეგ უნდა რეჟისორს რომ ისევ დაახლოებით იგივენაირი რაღაც პერსონაჟი ყავდეს ან მსგავსი ენერგეტიკით. და არის რეპეტიციებს გადის ძალიან ბევრი. ხო, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს დეას უკომპრომისობაზე, რომ აი მაგალითად პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში ია და მე ვარ სიტყვაზე და მეორეშიც ია და მე ვარ. ანუ ეს როგორ რამხელა რისკზე შეიძლება ხო ადამიანი წავიდეს მაგ კუთხით რეჟისორი რომ ორი მსახიობი შემდეგ ფილმშიც ათამაშოს და თან იყოს აბსოლუტურად განსხვავებული. აი, ჩვენ გვაქვს შენთვის მომზადებული ბლიცი, რა თქმა უნდა, კინოსთან დაკავშირებული და ეს რაღაცები შეიძლება ძალიან მოკლედ უპასუხო, თუ დასაფიქრებელია, იმას უნდა დაფიქრებოდი დასაფიქრებელი. მე ზიზღება ბლიცები. იქნებ შევაყვაროთ ბლიცები. მიდიება. აი, პირველი კითხვა გვაქვს, საყვარელი საუნდტრეკი. აუ ძალიან ბევრი. აი მაგიტომ მეზიზღება რა, რა რაღაცა უცებ. პირველი რაც გახსენდება, იგა ამთავარი, თო წინასწარ მოგცემდით ამ კითხვებს კაც. არ ვიცი, ბევრი რა, ძალიან ბევრი საყვარელი საუნდტრეკი მაქვს. რა ვიცი, ბოლო ეხა. პირველი რა გამახსენდება. ვახ, რამდენიმე მეტრიალებს აიგარი, ახლა მაინც მაგიტო არ მიყვარს რა მოკლედ რა. კაი რა არის საყვარელი საუნდტრეკი შეიძლება იყოს ბიჭო ძალიან ბევრია რა კაი მიღებულია პასუხი უცებ პირველ აი ნახე ხო აი მე მაგიტო ეს არის შენი რა არის ტვიპიქსი არ ვიცი ტვიპიქსი გასა ტვიპიქსი კაი აკი კაი ეხე მეორე კითხვა შევა უფრო რთულა ფილმი რომლის გაგრძელებასაც ნახავდი
რომლის გაგრძელებასაც უნდა გაგრძელებასაც ნახავდი, ხო? ანუ ის კი არა რომ სიკველი ან მეორე ნაწილი ან მესამე. აი, ფიქრობ რომ აი ამას აქ არ უნდა დამთავრებული იყო და რაღაცა კიდე ჭირდებოდა. არა, აქ არ უნდა დამთავრებული იყო, არ ვფიქრობ, მაგრამ რა ვიცი, პატერსონის გაგრძელებას. შესანიშნავი. პატერსონი ჯარმუში. აი ხა ეს კითხვა მიყვარს ყველაზე მეტად. ქართული ფილმი, რომელსაც უცხო პლანეტებს ანახები, ანუ იგულისხმობს, რომ რა ფილმითაც გააცნობდი საქართველოს. ერთი ქართული ფილმი. ხოერს ჩავეზიებით ჩვენ არ გვაქვს. კაი, ტოპ 3 საყვარელი შესრულება მსახიობისგან შენია კინოში. ეს დენიელ დეი-ლუისი არის ჩემი საყვარელი მსახიობი. და მაგის ნებისმიერი 3 შეგილია რაშიც აქვს ოსკარები შეგილია ეგ მიათვალა ნუ 3-ზე მეტი გამოიყო 3 აქვს ზუსტად კი არა 3 აქვს ხო არ ვიცი ხა ბოლოს კიდე უყურე სხვათა შორის ერთი ფილმი ვნახე ბოლო თვეებში არ ვიცი ძალიან მომინდა და აპოკალიფსი ბრანდო მოკლედ და რაღაცა რა უყურებდი მინდოდა რომ ცოცხალი იყოს და მადლობა გადაუხადო პირადად. მერლინ მონრო თუ ოდრი ჰეპბერნი? რა კითხვა. ნახინი გირჩევნია თუ შემწვარი კარტოფილი. სულ სხვადასხვანაირებია და ორივე, მაგრამ ნუ კაი იყოს მერლინ მონრო. მაინც. ელდარ შენგელია თუ ოთარ იოსელიანი? ოთარ იოსელიანი. რომელი ფილმი იოსელიანის? ყველაზე მეტად. აპრილი. ნუ არ დაიყოს ნათელი. როგორ არის? დაიქნა ნათელი. და შენ ქართულ პერიოდს აცდა ეგრევე. არა, ქართულ პერიოდი ხო, ნუ ბაზარი არა. ჩვენ უბრალოდ ერთმანეთს ვეკითხებოით. იცი, აი ბლიცი მაგაშვებ ხო ხედავ რაღაცა უცებ ქვეცნობიერს აგდებს რა და ხო, ეგ და ნუ ბევრი რა, ქართული პერიოდიც და დენირო თუ ალბაჩინო ხო კაცების კითხოთ. იცი, ხო რაღაც თითქოს მარტივია და რაღაცა ის არის რა. არ ვიცი, ეთყობა ალპაჩინოს გმირება მე მგონი დაღუპეს ეს ქვეყანა და დენიროსის რაღაც კითხით, მაგრამ ხო, ორივე მაგ იმაში არიან რა. ორივე რა, ვიცი, ალპაჩინო აი ძველი რაღაცა ნათლი მამამდე ფილმები რაც აქვს. ეგენი ძალიან კარგია და დენიროც, მაგრამ დენირო ხო. დენირო. ევროპული ერთი გამახსენდა ხა ისეთი რომ მე დენიროს ვიტყოდი დაგიმალოთ. ევროპული კინო თუ ჰოლივუდური? მაგარია ის. ევროპული ალბათ. კინო თუ თეატრი? ორივე. კოტემ და დობსონი მანამდე ამას რო ვადგენდითო თეატრ სიტყვისო. რატო? უბრალოდ ორი ერთზე მაძლევდა იმას. დიდი საშუალება არ არის ჩვენთან რომ კინოც მაგ ინტენსივობით იყოს. ეხლა თეატრიც არ არის მაგრამ მოკლედ. კაი, კინო თუ სერიალები? კინო თუ სერიალები? კინო. რა თქმა უნდა. კაი, ხა მიდოთ ასოციაციებზე. მე გეტყვი ერთ სიტყვას და შენ უნდა გაგახსენდეს ამაზე. კომედია. კომედია ისა, რავი, რატო გამახსენდა ხა. მის ჯიმ კერი რო ის არის ლაიერ და რა ქვია? ხო, რაღაც ტყუილს რო ვეღარ ამბობს. ხო, ეგ გამახსენდა. ლაიერ. Yes man-ი არა? აი. ლაიერ. ქვია. ხო. რაღაც სენტიმენტებია ბავშვთან დაკავშირებით და ეთყობა მაგიტო. გენიოსი. გენიოსი? ვინ დიზელი. ფათაშოვის აი სიდნი ლუმეტი ძალიან კაი კინოში თამაშობს ერთი. ვინ გეშლება ვიღას? ვინ დიზელი? გეშლება. დიახ. განახე ფილმი. 12 განრისხებულობა. კინოში გულისხმობ თუ ზოგადად ვინ გამახსენდა? კინოში? კინოში იყო. ოთარ იოსელიანი. კაც. სერიალი. საყვარელი? სოპრანო. შედევრი. აქ სერიალი კინონების ფენში. ბიჭო, ეს სანზის არის მართლა. ძალიან ბევრია, ძალიან.
ბევრი რა, რა ვიცი. წეგან აპრილზე ისე ისაუბროთ, ჩემთვის შედევრი არ ნახია. ხო და ეგ უკვე მაგიტომ ხო. მეორე და რა ბევრია რა, რა ვიცი, ბევრი რეჟისორია სიტყვაზე, რომლის ფილმებიც აიგრე რა და აი ზუსტად მაგკუთხით, რომ არსებობს რა ჩემს ცხოვრებაში და მე მაგით საზღვრო გინდა ფაზბინდერი ავიღოთ და არა ვიცი, husbands არ ვიცი, ხო, შედევრია მაგკუთხით რა, იმიტომ რომ სულ კასავეტეს აი ჩემ სულ რაღაცნაირად სულ ვფიქრობ. ის ხოთაშორის კასავეტეს მსახიობობით დაიწყო მე რეჟისორი. შენ ხო არ გიფიქრე? არა. არა, ეგ რაღაც განსაკუთრებული კაცი იყო და ზუსტად მონახა ყველაფერი. რეჟისორობაზე არ მიგიფიქრე. არა. და სულ ეგეთ კლიშე კინომსონდებს რომ ამათ რეჟისორობა უნდა და ვერ რეალიზდნენ და კინოს არასდროს არ მქონია, ბევრზე არ იქი. ხო. გოგისაც უნდა სხვათა. ვაღარიას. და დაენძრეოდა ცუდი კინო. რაღაც სცენარია აქვს ეგოი დაწერილი, რომ არ გვანახებს შანსი არა. მეორე და ნახავდი. მეორე და ნახავდი? ფილმს. აი კიდე ძალიან ბევრია. პირველი რაც ახსენდება თორე. არ ვიცი. არა, არ ვიცი ხო, ეგეთი ოხრათ არის. მე მაგაზე პასუხი რომ ვაგედი მონანიება. მონანიებას არ ნახავდი მეორე? არა, შეიძლება გადააჭირა. არა, მან ის კი არ არის აუცილებლად რომ ცუდ ფილმზე ლაპარაკობ. ხო არის რომ ანუ უბრალოდ ემოციურად აღარ შემიძლია. ხო, მაინც ცუდზე მეც ეგრე წავედი. კარგი, ხო. არ მომწონს, არ ვაღიარე ხო არ მომწონს. ვაღიარე. აი დაისაჭე ხო ხედავ. უნდა მოინანი. აი და ბოლოს გითხარი 3 ფილმი და 3 სერიალი. რომელიც შენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამა თუ იმ მიზეზით. შეიძლება ბავშვობიდან გიყვარს, რაღაცა ბოლო დროს დიჟიტაბელჯება მოახდინა და რეკომენდაციები და არა ვიცი რა, აი რაც გამახსენდა წეგან კასავეტესის კრები, პატერსონი ვახსენე და ეგ და აპოკალიფსი ვახსენე და რახანეგენი ვახსენე, იყოს ეგ 3 სერიალები, რა ვიცი, სოპრანო ვახსენე, კიდე True Detective რახან ვახსენე იყოს ტიფლისი მოვჭით ეგრე გამოვიდა ხო? მოვჭით რამდენი გამოვიდა? ჩავედი ერთგულად დროში რა ჩვენერია ხო? იცი რა ამ გარემოში ცოტა ესეთი საუბარი და გადართვა ძალიან კაი იყო მადლობა ძალიან გამარჯობა და მადლობა კახას. ხო, მადლობა თქვენ. წარმატებები. აი 40 ისე გავიდა რაღაცა. ხო, ძალიან სწრაფად სხვათა შორის. ძალიან კარგია. მაშინ რუსთაველზე. რუსთაველზე, ყველანი რუსთაველზე. რუსთაველზე, всё.